ჩვენ დღეს მოვისმინეთ ერთი იგავი ტალანტების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება ჩვენთვის მოცემული ღვთისგან. ბატონმა თავის მონებს მისცა მონეტები, ჯილდოები, ზოგს 5, ზოგს 2, ზოგს 1 და წავიდა. ამ დროს მისმა მსახურებმა, ვინც გონიერი იყო, წავიდნენ ეს მოცემული ტალანტები მათ წაიღეს სავაჭროში, იღვაწეს, იშრომეს, ივაჭრეს, შესძინეს ორჯერ მეტი და გამოხდა ხანი, დაბრუნდა მათი ბატონი და მოსთხოვა მათ პასუხი თავის გაცემულ ტალანტებზე. წარდგა მის წინ ის, ვისაც 5 ტალანტი ჰქონდა მიცემული და უთხრა: ბატონო, აი შენ მომეცემე 5 ტალანტი, მე წავედი, ვიღვაწე, ვიშრომე, ღამეები ვათიე, ვივაჭრე და სხვა 5 დაუმატე. შეაქო ბატონმა ყოჩახ მონაო სახიერო, შენ იყავი სარწმუნო მცირე და დიდს მიიღებ. შემოდი შენი უფლის სიხარულში. მოვიდა ის, ვინც 2 მიიღო, მანაც იგივე უთხრა: იუფალდო, შენ მომეცი 2, მე წავედი, ვიშრომე, ვიღვაწე, სხვა 2 შევძინე. უფალმა შეაქო ისიც, რომ შენ შემოდი ჩვენი უფლის სიხარულში, მოიქეცი სწორად, იღვაწე. მოვიდა ვინც 1 მიიღო და ეუბნება: უფალო, მე შემეშინდა, შენ ხარ კაცი, ვინც სთხოვ ყველას სიმართლით, წავედი შენი მოცემული ტალანტი ჩავფალი მიწაში, მე არ მიშრომი, არ მიღვაწია და ისევ შენ მიიღე შენი ტალანტი. მას გაუბრაზდა უფალი თავისი, მისი ქმედება დაგმო, ამხილა, რომ შენ იცოდი, რომ მე ვარ სამართლიანი საჯული, ყველას ვთხოვ პასუხს თავის საქმეების და გამო, შენ იცოდი ამის შესახებ, მაგრამ მაინც არ აღასრულე კეთილი საქმეები, ამიტომ შენ მიიღებ საჟელს ამის გამო და წახვალ გარესკნელში. და მართლაც ეს ადამიანი დაისაჯა თავისი უხმობის და უსაქმურობის გამო. ყველა ხვდებით ალბათ, რაზეა ეს იგავი, ნათქვამი. ეს ჩვენი ცხოვრებაა ადამიანისა. როცა უფალი ადამიანს აძლევს ნიჭებს, სიკეთეებს, აძლევს ქმედებას, ძალას, ჩვენ გვაქვს ნიჭი ორგვარი, ერთი ყოფითი, რაც გვაქვს საზოგადოდ, და მეორე ჩვენი პირადი ღვაწლი ადამიანისა. თქვათ ადამიანს ეძლევა ნიჭი ექიმობის, მკურნალობის, არის ხელისუფლებაში, არის მღვდელი, ან სხვა ვინმე. ის ვალდებულია იღვაწოს, იშრომოს, სიკეთეები აღასრულოს. თქვათ თუ ადამიანი ექიმია, მისი ქმედება კეთილსინდისიერი უნდა იყოს, მან უნდა პაციენტს უმკურნალოს, რაც მას შეუძლია, რომ გადაარჩოს, ყველაფერი გააკეთოს. თუ ადამიანი თქვათ არის მღვდელი, მისი მსახურება უანგარო უნდა იყოს, ის უნდა შრომობდეს, წირავდეს, ქადაგებდეს, არ უნდა ითხოვდეს წესებში ფულს, გასამრჯელოს.
თუ ადამიანი თქვა ხელისუფლებაშია, მისი ქმედება კეთილსინდისიერი უნდა იყოს და ეს არის ტალანტების გამრავლება. მაგრამ ხდება ხოლმე ისე ხანდახან, რომ ადამიანი აი ამ სიკეთეებს არ აკეთებს, ის ფლავს თავის ნიჭებს მიწაში. თქვათ, ხელისუფალია და მსახურობს უსინდისოდ, მღვდელია და მსახურობს მცონარობით, ექიმია და მსახურობს, რომ პაციენტს როგორც შემოსავლის წყაროს ისე უყურებს, რომ მასზე ფული იშოვოს და მას ავიწყდება თავისი მოვალეობა და ასე შემდეგ. მასწავლებელი თქვათ მიმართულია ანგარებისკენ, ანუ მან მიიღო ნიჭი და ეს წარმართა არასწორი მიმართულებით. თუ შენ ადამიანი აი ამ მოძებულ ნიჭებს არ იყენებს სწორად, ეს შენ გექცევა საჟელად. შენ შეგიძლია ეს ნიჭები გამოიყენო იმისთვის, რომ მიიღო ამით სული სწონება. მაგრამ შენ სამწუხაროდ ამ ნიჭებს ფლავ მიწაში და აი შენი ცხონების გზა რაც უნდა იყოს, შენ იმას უგულებელს ყოფ. ეს ყველა ჩვენთანგანაც ეხება. ყველა ჩვენთანგან ემსახურება, აი როგორი არის ღვთის წინაშე. ვინც არ უნდა ვიყოს პროფესიისა. ეს იქნება ვთქვათ სულიერი დასი თუ ფიზიკური მსახურება. თუ ვთქვათ შენ ხელისუფალი ხარ და დაეწაფე ბიუჯეტს და მილიონებს ხიკავ ჯიბეში, ეს შენ გექცევა სასჯელად. თუ შენ ხელისუფალი ხარ და ხარ კეთილსინდისიერი, გექცევა ცხონებად. თუ ექიმი ხარ და როგორც მაპატიეთ მეწველი ძროხა, აი პაციენტს, ვინც ამ მდგომარეობაში ასე უყურებ, მოს ფულის წყაროს. შენ ფლავ ამას მიწაში. აი ერთი სუდი გაქვს, სუდის გაჭრი და რაღაცებს ჩაუტარებ. და არ ვიცი. მე არ მინდა ხმებზე აყოლა, მაგრამ ისეთი რაღაცები გვესმის ჩვენ ამ სფეროში, რომ კაც გამეორებას კი წერიდება ამის. თუ შენ ჩვენზე ვიტყვით, მღვდელი ხარ, თქვათ შენ მოგცა ღმერთმა ნიჭი ქადაგებისა. და გაქვს ამის პრეტენზია, შენ ქადაგებელი მღვდელი ხარ. გამოცხადებით მიიღე ეს ნიჭი ქადაგებისა. და შენ ამ დროს, ქადაგების დროს, სხვა სცილს წამებ, რაღაცეებს აბრალებ, მრევლი შეკავს შეცდომაში, ორპირობით ქადაგებ, ერთს ამბობ და მეორეს ასრულებ, ეგცევა შენი ქადაგება სასჯელად. თუმცა შენ მიიღე ნიჭი ღვთისგან, მაგრამ შენ ამას ფლავ მიწაში, ან წარმართავ არასწორი ფორმით. და ნახეთ როგორი ბოლო აქვს აი ამ მოქმედებას. ვინც მოღვაწეობს სწორად, ის შედის თავისი უფლის სიხარულში სამოთხეში და ვინც აი ამ ნიჭს ფლავს, ის ეცემა და იღებს სასჯელს. ვაი ჩვენ და თუ ჩვენ აი ამ მოცემულ დროს, რაც ჩვენ ღმერთმა მოგცა ჩვენ მოღვაწეობისთვის, ფლანგავთ. მე მესმის ჩვენ ყველანი მიდრეკილები ვართ ცოდვისკენ, სანახაობებისკენ, მაგრამ ეს ყველაფერი მიწიერია, წარმავალია და ვერ ედრება სულიერს.
თუ ჩვენ მსახურების წინ რაღაცა მიწიერი აზრები გვიჩნდება. აი, გვიჩნდება არჩევანი. თქვათ, შენ გაქვს კურთხევა ზიარებაზე, მოზღვრისგან, თქვი აღსარება, უნდა გეონები, მოძღვარი გეონება ეზიარე, ხვალ, მოემზადე ზიარებისთვის და შენ ამ დროს მეგობრებში ჩდები, თქვათ, არის რაღაცა კარგი ფეხბურთის სანახაობა, ლუდით ხელში და ზიარებას ირიდებ. შენ ამ ნიჭს ფლავ მიწაში. და რამდენი ესეთი მაგალითი. როცა ადამიანს, აი რაც ღმერთმა მას უბოძა, აი ეს სიკეთეები, ის ამას ფლანგავს და ფლანგავს. ყველა ჩვენთაგანი ასე ვიქცევით. ყველა ჩვენთაგანს გვავიწყდება, რომ ჩვენ გველოდება წინ საშინელი სამჟარო. ნახეთ, როგორ იყო თქონი. რომ შენ ვიციო, კაცი საშინელი ხარო და მართსაჯული ხარო. ყველას მოუწევს პასუხისმგებლობა თავის საქმეებზე. ჩემს ნათქვამზე, ჩემს ქადაგებაზე. თუ მე ვინმე დავაბრკოლე, ღმერთი მე პასუხს მომთხოვს. თუ ვინმეს არასწორად შევამიმეცი, ეს მომეკითხება. მე მაქვს დრო სინანულისა და ამას ფლანგა. მე მაქვს დრო მოღვაწეობისა და ამას არ ვიყენებ. და უფალი სამართლიანია. აი შენ მერე რითი უნდა იმართო თავი? ჩვენ ყველას გვესმის მოძღვრის განსაკუთრებით. რომ აი მე დრო არ მქონდა ლოცვისთვის. კარგი. და სვავ კითხვას, აი გუშინ თქვათ შენ რამდენი საათი იყავი ტელეფონში? და უცბად გაკვირვებული სახე. იმას აქვს აპლიკაცია ტელეფონში, შეხედავ და ნახავ. 3 საათი, 4 საათი, 6 საათი ხარ ტელეფონში, დილიდან საღამომდე, არაფერს აკეთებ აბსოლუტურად და დრო არ შევა ლოცვისთვის. იცი მე დრო არ მაქვს ლოცვისთვის. და მე ვერც ილოცებ. აი თავი გამოტენილი არის აი ამდენი რაღაცეებით. ლოცულობ და არაფერი არ გესმის. აღსარებას ამბობ და ვერაფერს ვერ გძნობ. ვეღარ იგძნობ. შენს გულში და სულში ადგილი აღარ შევა მადლისთვის. ის გაავსე, გატენე. აი ამ რაღაცეებით. და მორჩა ამოივისო რესურსი. რა უნდა ხნა? უნდა გამოფანტო. რითი გამოსწორებით. აი, ამაო შემინდე, შემეშალო, ხოდა ეს დრო გავაბნიე. მინდა გამოვასწორო. დაიწყე გამოსწორება. მაგრამ არა. ისევ მიუბრუნდები შენ აი ამ ცოდვას და ისევ აი ამ ქაოსში გადის დღეები, თვეები და წლები. მოიხედა და უკვე ასაკიანი ხარ. აი შენი ეს მოცემული დრო, რო უნდა გეუყვაცა, გაქრა აღარ არის. რა უნდა ხნა? დადგა შენი აღსასრული, მოღვაწეობა არა გაქვს, საქმეები არ გაქვს და მოვიდა ჟამი გაკეთვისა. რა შვები? ვერაფერს. ხარ დაღუპვის გზაზე.